მოგესალმებით. დღეს ყავს Killage-ის სტუმრად, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. ასევე კურსიჯის ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ არის ჩვენი პროექტის პარტნიორი და ასევე QNT-ის ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ვახერხებთ თანამშრომლობას ჩვენ და აი პირველი რაც მინდა გითხრათ, protein waffles არსებობს ესეთი ამბავი. ჯანსაღის სნექი მოკლედ რა ბელგიური ბრენდი არის და თუ ვინმეს გონია რომ სნექები და ტკბილეულობა არ არის ჯანსაღი, ამ სტერეოტიპის დანგრევის ნათელი მაგალითი აგერდევს და მე მაქვს ახალი დაწყებული ვარჯიში. აი, შეგიძლია, კი, რა თქმა უნდა. წაიღეთ. კარგი, მოგესალმებით. ჯო გუგა მაჭარაშვილი და რატი რატიანი არის ჩვენთან ერთად და შეგვიძლია პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე რა და როგორც ტრადიციულად მე დავიწყებ ხოლმე რაღაცეების კი ბატონო. კითხვას. მოკლედ, პირველი მინდა გითხრათ თავიდანვე რა გულედანი ყავდა სტუმრად სხვათა შორის აჩიკო და იმათმა გამოგარჩიათ, იმათმა კი არ იმან გამოგარჩიათ, როგორც ერთ-ერთი ნიუკამერების ერთ-ერთი განსაკუთრებული წარმომადგენელი იყო და თქვენი მხრიდან მე კი მოვისმინე გულედანის ამბებმა, თქვენი მხრიდან რა ხდება, რო გითხრა ეხა რა ეს ნიუკამერები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო და მეც უკვე დავწმუნდი, იმიტომ რომ ბევრ ბენდს მისცა გასაქანი რა და თქვენ შემთხვევაში რა იყო რა ტრეკები იყო გახსოვთ ან ზოგადად როგორ მოხდა და რა პროცესი გაიარეთ რთული ამბავი იყო? ჯერ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვადევნებ თქვენ პოდკასტს თვალს და ძალიან მისწორდება რა. ნიუკამერი არ ყოფილა გამონაკლისი არ ჩვენთვის, როგორც სხვა დამწყებ ბენდებს ძალიან დიდი ტრამპლინს აძლევს, რომ ფართო მასშტაბიან აუდიტორიაზე გავიდეს, ეგრე მოხდა ჩვენთანაც. და აი ზუსტად მახსოვს რა, roaming-ი დავუკარით რატი? კი. Actions დავუკარით და მესამე ტრეკი ტრეკები არ მახსოვს. აი roaming-ი მახსოვს. ეგორი მახსოვს და მესამე ტრეკი რა დავუკარით. ეგ ცალკე ხდებოდა რამე სპეციალურად. გულედანმა roaming-ზე გითხრა, კაი ტრეკია, მაგიტო დამახსოვრდა roaming. roaming. მე მახსოვს რომ აი სამიოზე რო უყურებდით, აი ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ და მაგას რო უყურებდი რომ უსწორდებოდათ, აი მე ცალკე ძალიან უსწორდებოდა ეგ და მეთქი ეგ არის თქო რა და მე ხა ეგ თქვი რომ თქვენზე ილაპარაკო აჩიკომ რაღაცეები და მე ზუსტად ვიცი რასაც იტყოდა რა. რა სიტყვა. და მაგიტო ვამბობდით რომ აი რაღაცა მე ცოტა რომ დაუახლოვდით და მეგობრული ამბავი დავიჭირეთ, უთხარით რომ რატომღაც გვეგონა რომ რაღაცეები ჩაწყობით ხდებოდა და შანსი არ გვექნებოდა და რაღაცა ეგეთი რაღაცეები უთხარით. თურმე არ ყოფილა ეგრე რა. პროცესი რა იყო? ეს პროსტა იკრიბებოდა ბევრი ბენდი და ესენი იჯდნენ და რომ ეგ შერჩევით, აი როგორც წარმოგვიდგენთ ზუსტად ეგეთი ამბავი იყო, უკრავდნენ და იქედა იყო და ლაივის ფარგლებში ან ჩვეულებრივად. ეს წინა შესარჩევს გულისხმობთ ალბათ. ხო. ბოლომდე იხარჯები ჩვეულებრივად როგორც ლაივზე რა. და ნუ ჩვენ შემთხვევაშიც დიდი ტრამპლინი იყო რა. ვინ იყო? მაგ გამოცდილება მგონია რომ ნიუკამერების ინფადუსი დამახსოვრდა მე. რაც ძალიან საბეჭილება მოახდინა. ინფადუს მოусმინეთ და იქ გავგიშთ. 2016-17 რაღაც ეგრეა დაახლოებით. სადღაც ეგრე ხო, ან 16 ან 17 რა. არ მახსოვს. კიდე ვინ იყო? ინფადუსი მახსოვს ძალიან. იმიტომ რომ ძალიან რაღაც მეტალში კი ტიპები იყვნენ და ძალიან საბეჭილება მოახდინა. ხო, მაგას უფრო ხოდია. ბევრი ვინც მოვიდა ძალიან ბევრი მეტალს. რა, ძალიან პირველი. ხო და ეგ მეტალი იყო ძალიან მაგარი, მაგას მოусმინეთ ჩვენც იქ რო დაუკრეს და ხო, მაგიტო ძალიან საყვარელი ტიპები იყვნენ. და უცბად რო აი ესე რაღაცა ურთიერთ ან კომუნიკაციაში შედიხარ და რაღაც ძალიან საყვარელი დიხარ და მე იქ სცენაზე რომ ვაფშ სხვათი რაღაცა ეგეთი ტიპი იჩნდება ხო, ცოტა სხვანაირი იყო და მაგ პონჩიც საბეჭილება მოახდინა ძალიან რა, თან ძალიან მაგარი. და ეგრევე გაიჩნდეთ open air-ზე იმ წელს. იმის მე რამდენჯერ იყავით open air-ზე? ალბათ 3-4 ხო, ერთი იყო პატარა მე მგონი და. ხო, mini open air-ი იყო რა, COVID-ის პონჩი რო დაიკეტა და გავხდა რაღაცეები, მე მახსოვს აკვანარუ რო ჩამოიყვანოს. ეგ შენ ხარ აქტიური მომხმარებელი open air. ეგ იყო პატარა open air. მე თითქმის არ მაზავ ხოლმე რა და ყოველთვის აღნიშნავ რომ ყველაზე კარგი open air იყო, სადაც მარტო ქართული ხო. წინა რაც იყო, ხო? ძალიან კაი იყო. რაღაცნაირი სხვა ვაიბი ქონდა რა, არ ვიცი რატო რა. ხაკ ძირითადად არ ველი ხოლმე რაღაცა იმ ხალხში არ შევდივარ ხო იცი კომენტარებში რომ აბა დაანონსდება რაღაცა და მეტალიკა
ქვემოთ მე მიუზი ერთად რო უნდათ რა ყველა და ყველაზე ძირითადად ეგეთ დიდებს ითხოვენ ხოლმე. კი არის ითხოვენ პირდაპირ პრეტენზია აქვთ ხოლმე როგორც წესი რა. და კიდე იყო ფრანც ფერდინანდი რო იყო ის წელი იყო. ჩემი საყვარელი წელი ოფენიარის იყო ალჯეი რო იყო 2 წლის წინ. ერთ-ერთი ყველაზე კაი გამოცდილება. იყავით მაგ წელს თუ არ იყავ? ჩვენ დღეს იყო 2 თუ 1 ბენდის მერე ალჯეი. და რამე ის არის ხოლმე ბექსტეიჯი გაქვთ? საშუალება რო იურთიერთოთ თუ გადაკვეთის ის ძირითადად არა ხო ყველა ჩვენ პონჩი. ანუ ქართველი არტისტები თუნდაც ალჯეისთან რა. არა, ხო, ჩვენ არ ქონია ეგეთი გადაკვეთა რა. ნუ დიდად მოწადინებულები არც ყოფილვართ არასდროს, მაგრამ იქ ჩვენი ქართველი მეგობრები არტისტები ვინც არიან, იმათთან ხო რა. უცხოელ არტისტებთან არა. ისეთ შეზღუდვა და რამე არის თუ იმათ რაღაც ეგეთი მოთხოვნა. Imagine Dragons-ე იყო შეზღუდვა. ნუ Imagine Dragons-ი ოფენიარი არ არის. ოფენიარი, მეთქი ზოგადად. ხო და ოფენიარზე არასდროს არ ყოფილა ეგეთი რაღაცა მითითება არ მოუწიათ რომ რაღაც ვიღაც არ შეაწუხოთ რაღაც. სრული თავისუფლება. ვარსკვლავური ენციკები ჯერ არ ყოფილა ხო არს? არა, აი ეხლა რასახსენა ეგ იყო რა Imagine Dragons ხო ნუ არ იყო. ამის პასუხი და სხვა ამბავი იყო კი. მან იქნებოდა უეჭველი. მე სუსუ თავიდან მინდა კიდე რა რომ დავიწყოთ ვინც არიცის რომ გაიგოს ეს ყველაფერი. თქვენ რუსთავში შეხმატკბილდით როგორც ვიცი და თავიდან ანუ აი როგორ მიხვდით რომ ერთად უნდა გეკეთებინათ მუსიკა არ ვიცი ხა რამდენი სწორი ფორმულირება არის მაგრამ აი ეგ არის როდის დაგემართათ ან რატო შენ დაიწყოთ უპასუხებს ინიციატორი ვინ იყო შეკრების არ მანამდე ამ შემადგენლობაში არ შევხვედრივათ რომ აი უბრალოდ შევხვდით და მანამდე რაღაც სხვა ბენდები გქონდა რაღაც სამი სხვაგან უკრავდა თქო გუგას ვიცნობდით რა და მე გუგა გვინდოდა ძალიან ჩვენ დანარჩენებს და აი მაშინ მე დავიწყე ხა საიდან დაიწყო ყველაფერი ყველაფერი დაიწყო რუსთავში იყო არსებობდა ეხლა სამწუხაროდ აღარ არსებობს Imagine Club აუ შეიძლება გაგიგიათ იმიტომ რომ ძალიან ხშირად ძალიან მაგარი ფესტივალები რა კონცერტები ტარდებოდა და მანდ მე მივედი 14 წლის ვიყავით რაღაც და პირველი ბენდი შევკრიბე რაღაცა პატარა კონცერტები გქონდა და მერე უკვე რატი და ლიპო მოვიდნენ სხვა ბენდით Imagine Club-ში ეგენის დასაკრავად რა მერე მათ გავიცანით ერთმანეთი რაღაცა და ბოლოს ისე მოხდა რომ რაღაცა ჩემ ბენდი დაიშალა, ამის ბენდი დაიშალა და ამასაც უნდოდა რომ გაიგრძელებინა მუსიკა, მეც მინდოდა რომ ყველას გვინდოდა რომ გაიგრძელებინა მუსიკა და ვისაც გვინდოდა გავაგრძელეთ და Kill-Ages გაიჩითა მე შეწევდით ხა ეგ ამბავი და ერთი შემადგენლობა იყო სულ თუ ცულებები Kill-Ages-ში კი ერთი შემადგენლობა იყო ეხა უბრალოდ ლიპო აღარ არის და ლიპოს მაგურად საქართველოს ნიკე ყავს ემში რა ერთი და იგივე შემადგენლობა დიდხანს რა იყო იმიტომ რომ ძალიან ბევრი მუსიკოსი სხვა ან ბევრ ბენდში უკრავს ხო და კარგი ჩვენ მაგაზე სხვა შორის უქონდა პრობლემა რა ანუ Kill-Ages თუ ხარ მაშინ სხვა ბენდში არ უნდა დაუკრავ ხო იცი რა არის ნუ რაღაცა ეს გადინება და შემოდინება ხდება ხოლმე როგორც წესი რა აი როგორ კარგი ჭყალებში პირობებიც არ უნდა იყოს ნუ რაღაცა ინტერესები მაინც იყოფა ხოლმე და არ ვიცი და გითხრათ რომ ყოჩახ თქვენ რომ ესე მოიტანეთ რუსთავში აი თქვენ რო იწყებდით რუსთავის სცენა რა იყო რაღაცები ხდებოდა მართლა ეხლა როგორც ვიცი არ არის ეხლა არ არის ხო და მაგას ვლაპარაკობდით ეხლა ცოტა აი Imagine-ი რაც ახსენა Imagine-ში ხდებოდა აი პულსი ხო იცი პულსი რამდენი ბენდი იყო პულსისნაირი რომელიც ეხლა აღარ არის რა და ყველა ეგ ბენდი ერთად თავს იყრიდა ხოლმე ხშირად Imagine-ში რა აქ რუსთავული ბენდები ხდებოდით თბილისიდანაც ძალიან ბევრი ქუთაისიდანაც ჩამოდიოდა რაღაც სხვა ბენდები ეხლა სცენა ვაფშე რამე არის ქუთაისში თუ გადაყლაპა თბილისმა ქუთაისი რა შეიძლება რუსთავში რუსთავში გადაყლაპა კი ეგ Imagine-ი აღარ არსებობს და მე მაინტერესებს პარკი არის გადასარევი იქ მე რომ მოვხდი გავგიჟდი ძალიან კარგ ლაივზე ვიყავი და არის აბსოლუტურად შესაფერისი სივრცე იმისთვის რომ ფესტივალისთვის Park Live არა არის ხოლმე ფესტივალები არის ხო რაღაცა ფესტივალები ტარდება სიამოვნებით მოგისმენდით მაგალითად მანდ აი ძალიან კარგი მანდ 1-2 წლის წინ არ მეტი ფესტივალზე 3-4 წლის წინ
ძალიან ის არის უკვე დაახლოვდა. ხშირად არა. მანძილიც აღარ არის დიდი და იქიდან ყველა მაინც აქ ჩამოდის. გამოსაღვიძებელია ლაივზეც და არ ვიცი ვინ არის პასუხისგებელი, მაგრამ რაღაც აი უბნური ბარები და პარტია რაღაცები. ძალიან ეგ ხო არ არის მარტო რომ პროსტა ჩამოხვიდე თბილისში. პარკში რაღაცა ყველა სეზონზე მოვა პივისო ეგ. კაი, მაგ სახელზე გვინდოდა გეკითხა რა ხდება რა რატო არა არს ნიშნავს მე ვიცი განმარტება. მართლა მე არ ვიცი. ალბათ ქვი. მე განვავრცო ვიცი. ეხა შეიცვალა. არის თუ არა? ნუ კილეიჯის ესე პირდაპირ თარგმანი ალბათ არის ხო რომ მოკალი წლები, ასაკი ალბათ. ხო, მაგრამ დედააზრი ალბათ ისიდოროს უკით დარჩე და ახალგაზრდა ხო, ეგ მახსოვს. ხო და ვინ მივიდა, ვისი ინიციატივა იყო მაგ სახელის დარქმევა. 4-ო ეს ერთად ვიყავით ძალიან ადრე. და ეგეთ პატარა ბრეინსტორმინგი გქონდა რომ რა დავარქვათ და მგონი ლიპოს იდეა იყო რა. კილეიჯისა და ხო, ლიპოს იდეა იყო. შენ მოგეწონა, მაგრამ ჩვენ კიდე სხვა სახელის იდეა გქონდა, ისე არ მოგეწონა, რომ და ეხა შეუცვალე მაგას, ხო იცი მნიშვნელობა. ადრე თუ ის იყო რომ მოკალი წლებიდან წლები ფეხებზე დაიკიდე და სუბავში დაჭდა რაღაცა და ეხა რახან წლები მოგვემატა და რაღაცა აღარა ვარ პატარა ბიჭები, ეხა პირიქით, ანუ წლებს ანუ წლებს და პირიქით დიდი იჩთები. იცი რა მაინტერესებს, ინსპირაციები ყავდა თვინმე, აი თქვენ ჟანრს რო უსმენ ხა, მე ნუცას უმაფრთხილებს ხოლმე რომ მოადარებო არტისტებსო, სხვა არტისტებსო, იმიტომ რომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს, რა, როგორი დიდიც და კონკრეტულს არ ვიტყვი მე ვიღაცებს. შედარება ანუ რო გავს მაგ მხრივ თუ ინჯობია. ხო, მაგალითად პირდაპირ უთქვამ სტუმრისთვის, რომ ეხლა ეს ალანის მორისეტია, კაცო პირდაპირ დაგიდია. მაგალითად ძალიან ალანის გამო ვებრაი მინდა ხომ რომ გადავწდე და არა მე ხო ანუ არა ვარ არტისტი და არ ვიცი რომ ეგ ცუდი არის იმისთვის და მე მაგრა გამისწორდებოდა ალანის არც იყოს ვიღაცისთვის ხო ხო მაქსიმალურად ისეთ ვიღაც არ არის ხო აი ისეთ ვიღაცაზე რომ მითხრან რომ აი ამას გავხარ ვინც მე ძალიან მომწონს რატო უნდა იყოს ცუდი და მეორე ტენდია რა მაშინ ცუდია ხო ნიკა კოჩაროვი ყავდა და იმასაც ესე უთხარი და იმანაც აუ ძალიან გთხოვ მე რო გთხოვ მეტყვიო ვისო და აი მასაც ანუ არ იყო რა ძალიან ხერხული და მე მგონი შენ გავს ეგ რა და შენ აღარ გეტყვი ხოლმე რომ ჩვენც უთხრათ გინდა ვი ხო აი მე აი ამას გავხარ არ ვიცი რა არა გავხარ ანუ გონია რომ ინსპირაცია არის ინსპირაცია აი 21 pilots მაგრამ აი აჰა არსად არ გითხოვს და რამე ძალიან ჟანრობრივად მაგრად ინსპირაციას იყო სხვათა შორის ის არ მithქვამს რომ ხო მეც მაინტერესებდა ინსპირაცია ეხა პოსტ-პანკში უფრო აქტიურად ხართ და ძალიან გამიხარდა ეგ ამბავი ჟანრობრივად ძალიან გაშლილი ხართ რა და თავიდან უფრო პოპი იყო თუ არ მიწყენთ ალბათ ამას რო ვიტყვი და მგონია რომ აი რაღაცა იქაც მოსინჯეთ ძალები რომ მიხვდით რომ ისედაც ყარად მე მგონი აი მოსინჯვის მომენტი არ გქონია პროსტო აი გვინდოდა ხოლმე რომ აი ეს ჟანრიც და მე გვიწერდა ხალხი კომენტარები იყო რომ აი ბიჭებო კაია რომ ეძებთ და ამ დროს აი არ ვეძებთ პროსტა რაღაც ტრეკი ეს ჟანრი იყოს ეს ტრეკი ეს და ნუ იმიტომ ბევრად უფრო საინტერესო ალბათ პროცესი რა როცა შეგიძლია რომ ყველაფერს მიწოდეთ ხო ნუ თუ ძებნა გამოდის ჯერ ვერ ვიპოვეთ მე მგონი ხო თუ იპოვეში არა ბიჭო პოვნით რაღაც მოდი შეიძლება მუღამიც დაკარგ თუ იპოვე ანუ მეც ეგრე მგონია რომ აი მაგას მევასება რა იდეაში ხო აუცილებელი არ არის რომ ერთი და იგივე აკეთო კონკრეტულ სტილზე ვერ ვყალიბდები და ალბათ ვერც ჩამოვყალიბდები ვერასდროს რა ხო და მგონია რომ უფრო საინტერესოა ხო რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა რაღაცა თუ ერთი რომელ ჟანრში უფრო კომფორტულად ხარ მე რაც კილეიჯს რომ იხსენებენ მე უფრო აი ჰიპ-ჰოპ პოპ ჰიპ-ჰოპის და პოპის მიქსის ამბავი მახსენდება. იდეაში ეგ არის ხო, კილეიჯის რაღაცა აიდენტიტი ყველაზე ეგეთი აიდენტიტი ეგ არის. აუთკასტი არ არის. აუთკასტი პოსტ-პანკ რაღაცა როკ ალბომი არის და ლაივი კიდე ცოტა სხვანაირი არის. ადრე ხა როკს უკრავდით სხვადასხვა ბენდებში და სტუდიურად როგორი ჟანრიც არის, ლაივში კიდე ცოტა სხვანაირი არის. ანუ ლაივში როკის ისიც არის რა რაღაც. ხო, ისე სხვა შორის ძალიან ბევრი გვეუბნება. ო ან თქვენი რაღაც სტუდიური ჩანაწერები ვაფშე სხვა არის და ლაივში მაგას რა ჯობია მე ეგ კიდე კარგი კომპლიმენტი ლაივის ბენდი ვართ ეგ ძალიან მაგარია მე ვარ ნამყოფი მართლა ოპენი არზე რა თქმა ანუ ოპენი არ მაქვს გამაზული და სოლოზე არ ვარ სხვათა შორის არცად თუ არის ეგეთი მომენტი იყო თქვენ კარიერაში რომ აი სადღაც მიხვდით ერთ კონკრეტულ წამს რომ
მე მგონი ხალხი всё რა ან ლაივი იყო ან ტრეკი აი რო გაგიოთ და всё რა რაღაც პონჩი გვისმენენ რა შეუძელით ეგეთი ივენთი იყო ერთი თუ ნელ-ნელა მოხდა რა ხო არის ჩემ ონოფი არის ჩვენი ის ხო მე ზუსტად ვიცი როცა ეს ონოფი რო გამოვიდა ერთხელ მაქვს მოყოლილი აქვს სხვათა შორის აი რატი მოყვეს თავისი არ ვიცი რა რატის ვერსია ონოფი რო დავდეთ ჩვენ ტრეკი რა რო ჩამოვიდი და მაღაზიაში ავედით რომ კი არა და გავედით რომ რაღაცები გვეყიდა კოკა-კოლა სიგარეტი რაღაცა ანუ ერთი-ორი ტიპი გაგვეჩნდა გზაზე რომ რა კაი ტრეკი და ისეთი ტიპები იყვნენ რომ იმას არ უნდა მოესმინა ანუ ვერ არ ველოდი რა ეგეთი ტიპისგან მაგ კომპლიმენტს თუ რაც და მე ამ ტიპს ხომ მითხრა რაღაც ძალიან კაი ტრეკი იყო მე რაღაც სხვაგან წავედი სხვებმაც მითხრეს რომ ძალიან კაი ტრეკი იყო მე ბევრი კომენტარი დაიწერა ეგ იყო რა გადასტურებ მაგას რომ ძალიან მოთხოვნადია ან კონკრეტულად ონოვზე თუ საუბრობთ მოკლედ ასოციაციაში ვარ მუსიკალური რედაქტორი და პირდაპირ ჩემთან შემოდის ხოლმე ობიექტებზე რასაც ითხოვენ და მინდა გითხრათ რომ ქართული მუსიკა ვისაც აქვს უმრავლესი ობიექტებიდან მოთხოვნა არის თქვენს მაგ ტრეკზე და იცოდეთ რომ ლიცენზირებულად ჟღერდებით მოკლედ ბევრგან ძალიან ბევრგან ჰაილაითი რა გაქვთ აი კარიერის ჯერჯერობით ჯერ წინ გაქვთ ყველაფერი მაგრამ აი ყველაზე მაგარი ლაივი ან რაღაცა ის სად ბევრი ყოფილა სად ხალხის გარო გზნობ ხო იცი აი ყველა რომ ღერის და აი არც მაგას იმდენი ყოფილა რომ აი ძალიან ბევრი არ ყოფილა მაგრამ ბევრი ყოფილა აი რომ გამოდიხართ ბექსეიჯში და ბიჭო რა მაგარი იყო ეგეთი ჩემთვის Imagine Dragons ლაივი იყო ეგეთი ძალიან რომ მომეწონა კიდე რა აი პატარა ლაივებიც გქონია და ვერ ვიხსენებ ახლა ჯო მე Imagine Dragons-ი იმიტომ დამამახსოვრდა ეგრე რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო სტადიონის ლაივი მაინ სტადიონის ლაივი არის და ძალიან ასწორებს მაგრამ Imagine Dragons-ზე მეტად ძალიან ბევრად პატარა ლაივი გამსწორებია რა რაღაცა ხო ვაკის პარკში შედაუკარით ეგ რა ლაივი იყო Imagine Dragons-ზე ბევრი ხალხი არის ხო ჩვენ მოსასმენად ჩვენ მოსასმენად ბევრი არ მოვიდა და ეგ ამბავიწყარი რა ჩვენ მოსასმენად ბევრ განმოსულა აი ძალიან მაგარი ლაივები მაგას ხო დიდი მნიშვნელობა რაოდენობა ხო არ არის მარტო თავარი რა რაოდენობა 100,000 კაცი ხო იყო ამ Imagine Dragons-ის პირობით 100,000 შეიძლება 30,000 ო მეტი არა ანუ 30,000 ოკეი ეგ ხო იმ ლოკომოტივზე იყო ხო შენ გაინტერესებს ხომ ეგ შეგრძნება მე სულ მაინც აი ვერ წარმომიდგენია როგორი შეიძლება იყოს შენი დაწერილი ტრეკს რომ ამდენიმე ხალხი აი ეს ხალხი კაჭა იმაზე მერხევა YouTube-ზე რო უყურებ ვიღაცებს იქ მერხევა ხოლმე და მე რო იყო ალბათ იქ შეიძლება დავიწყე აი ეგ უნდა მომეყოლა ეხა რომ ნოელ გალაჰერი მღეროდა იმას Don't Look Back in Anger ცალკე რა არგენტინაში თუ ის ლაივი იყო არგენტინაში ზოგადად ეგეთი სასტავია ხო და ვაფშე მის ამღერზე რო ჩერდება და მთლიანი სტადიონი უღერის და მაგ ლაივს რო უყურე მეთქი აი ეს მინდა ცხოვრებაში რომ აი მას მივახციო მეთქი რა და ის გონი რაღაც სანახევროდ მაინც მივახცია აი ლოკომოტივზე რო აი ყველათან ტრეკის ლირიკა გქონდა გაშვებული უკან ბექგრაუნდზე რა და იმდენი კაცი რომ ღეროდა აი გაფლეშები ხაცხემლია ძალიან ლამაზი წაკს ყდომოდა მე რა უჭირს პრობლემაა მე ზოგადად არ მევასება რომ მაგის კითხვა მინდოდა ზუსტად რა აი ფესტივალებზე ხო არის ხა ფესტივალზე მოდის ყველაფრის მოსასმენად ხალხი მაგრამ სოლო კონცერტის მსმენელი ხო ვაფშე სხვა დასტავ იმიტომ რომ იმენა შენთვის მოვიდა რა და იმენა შენ ტრეკებზე და იკაიფოს იქვე რა და ვაფშე სხვა პონტია და მაგიტო ეგეთი ლაივები რუსთავში ქონდათ ის ეგეთი აი რამე სხვაობა არის ჩვენ აქეთ ლაივ თბილისში ფესტივალს და ლოკალური ლაივების დიდი ხანია ლაივი არ ვქონია მაგიტო ეხა რას თქვი რომ რეიჯი დაშლას გადაარჩინა თქო ეგ ლაივი მაგ ლაივის გარდა ქონდა კიდე მაქსიმუმ 1-2 ლაივი რუსთავში რა მაგრამ ნორმალურად არც მახსოვს იმდენი ხანი გავიდა ან რუსთავში ძალიან დიდი ხანია ლაივი ფესტივალები იდეაში თუ არ არის ხო და სოლო კონცერტს ხო ძალიან თავისი მუღამი აქვს მაგრამ მე ფესტივალები ძალიან მიყვარს რა იდეაში ფესტივალები უფრო მიყვარს ვიდრე სოლო კონცერტები იმიტომ რომ სხვა ბენდების მოსმენაც ძალიან მეყვარს ხო გაქვთ ხოლმე მაგის საშუალება რომ აი
თქვენ ლაივამდე რამე პროცესი რომ ყველას უსმენ ხოლმე, აი ოფენიარზე შანსი არ არის, ჩემ წინაც ვინც არის, ანუ მაგათაც უსმენ ხოლმე, ჩემ მერე ვინც არის, მაგასაც უსმენ. მე ალბათ უფრო თავისუფლად უსმენ უკვე. არა, ვაფშე არა. არ გაქვს. აი მე ეგრე ვარ, მე უფრო უსმენ. მეც ეგრე ვიქნებოდი ალბათ და რაც უფრო ჩვენი ლაივი ახლოვდება, უფრო ცოტა ვერ ვარ ხოლმე ისე კონცენტრირებული. და alt J-ზე ჩემი ის არის რა ქვია. შენ ვაფშე არ მოყვებით. არა, ეხლა არა, ისეთი არაფერი, წამოვედი და ანუ სახში მივდიოდი რაღაც მიზეზის გამო თან ვერც წავედი და ის საცობიდან უსმენდი alt J-ს და ანუ ვერც მოусმინე ვერც წახვედი. ბარემ დავრჩენილიყავი ხო, ანუ იქ პროსტა ეზოდან გავედი და მანქანიდან უსმენდი და ვინ გევასებათ ხოლმე ფესტივალებზე? ჩვენები ქართველებს ისუსმენთ ხოლმე. აი ბეტფორდები არიან ხოლმე ძალიან. კი, ჩემი ფავით სასწაული არის ხოლმე. სკაზი გამისწორდა წელს ძალიან, წელს იყო ხო, წელს ერთად იყო. სკაზი იყო ძალიან, სხვათა შორის Psychonaut 4 გამისწორდა ძალიან. Psychonaut არ ვარ ნამყოფი. ბეტფორდებზე ახლა ვიყავი იმაზე და მინდოდა რომ მე სიმფონიურ ორკესტრა რო ქონდა და ძალიან კაი იყო. ყოველთვის ძალიან დიდი მოწიწებით მოიხსენიებთ ხოლმე, ანუ ისედაც კოლეგიალურობა გასაგებია რომ უნდა დავიცვათ, მაგრამ respect კიდე ცალკე მაგისთვის რომ ძალიან დიდი სიყვარულით საუბრობთ ხოლმე. თქვენ მეგობარ და კოლეგა ბენდებზე და არც რაც არის როგორც არის მართლა ანუ როგორი დამოკიდებულებაც გვაქვს მაგას ვიძახით ხოლმე და ხო ბეტფორდები ძალიან ასწორებს ხოლმე. ისე ჩემი აზრით ძალიან ცოტა ბენდია ჩვენთან ვინც მუსიკით ირჩენს თავს და მგონია რომ ბეტფორდები თქვენ არ ვიცი სწორად ვიძახით თუ არა, მაგრამ თქვენ ხართ კიდე ერთი რომელიც წესით აი როგორი თემა იცი არ ვიცი მუშაობთ თუ არა კიდე სადმე, მაგრამ არა, ძირითადი ხო, ძირითადი შემოსავლის ამბავი არის ეგ და რომელიც არის ხოლმე თქვენთვის პლატფორმა, ეხლა Spotify მაგალითად თქვენთვის არის შემოსავლის წყარო თუ უფრო YouTube-ი, ლაივები არა, ეგენი გონი ყველაფერი ერთად არის ხო? ხოლმე და ინთლად რომ აი Spotify თუ არა YouTube და მუსიკა საქართველოში რავი მე არ გამიგია. იმიტომ ძალიან ბევრია. ანუ მე როგორც ვიცი ისედაც ცოტა მონეტიზაცია არის და მაგრამ 6 ხო არის ისედაც ანუ მაგნახოთზე ცოტა რაც არ უნდა 8 მილიონი და 20 მილიონი კონდეს მაგით რავი ბენჩი თუ 4 თუ 5 წევრი ხარ ხო მაგით ვერ გასაგებია რა თქმა უნდა ძირითადი თავისჩენა არის Spotify-ზე ამბობ ლაივებით ხო ნუ ლაივები არის ძირითადი შემოსავლის ეგ არის ყველაზე მე მგონია რომ საერთოდ საქართველოში YouTube და მუსიკიდან ფული აი არ ვიცი არარეალურია რა ნუ გამომდინარე იქიდან რომ რაოდენობრივად არარეალური არ არის უბრალოდ ანუ ექსტრა შემოსავლის პონჩი ძალიან ანუ უბრალოდ ბაზარია ლაივთან და Spotify-სთან შედარებით აი ბევრად პატარა თანხა არის მაგაში კეთებ Spotify-ს ბევრად მეტი აქვს ვიდრე YouTube-ის აი მუსიკის მხრივ კი ანუ ეხლა როცა YouTuber-ი ხარ და ეგ კონტენტს აკეთებ ხო მაგრამ აი ტრეკს როცა დებ ხა ნუ რამდენი ტრეკს უნდა კონდეს მილიონი პრინციპში შეიძლება უფრო მეტი ნახვა კონდეს ვიდრე მაგალითად რაღაც ვიდეოს მაგრამ ტრეკს ხო ესე არ დებ რა დღეში ორჯერ მაგალითად ან რაღაც და ისედაც არ ვართ რაოდენობრივად იმდენი რომ იმდენი დაწეროს ხო არა ბაზარი არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ მაგრამ ეგეც ვიცი რომ საქართველოში არ არის ისეთი монეტიზაცია როგორც სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ფასები არსებობს თან დაჟე როგორ არის იცი რომ ქართველები თუ გიყურებენ ვაფშე სხვანაირად ანგარიშდება ხო და მაგალითად ამერიკიდან ვიღაცა რო გიყურებს შესაძლებელია რომ ქართულ მუსიკას რანაირი დისკრიმინაციაა მე მინდა რომ დაგვისახელოთ 3 ტოპ ან შემსრულებელი ან ეხლა რაც გაქვთ აქტიურად პლეილისტში თუ უსმენთ საერთოდ მუსიკას მე აღარ შემიძლია ვერ ვუსმენ დიდი ხანია და ან ალბომი რომელიც გინდათ რა შეგიძლიათ და ისეთი არა ძალიან ძალიან მუსიკას აკეთებთ სხვას ვეღაროს ეთენ ნუ მე ნუცას განვიცე ბიჭო მე ძალიან ხშირად გქონია რა აი აღარ სამუდამოდ არ არის არა სამუდამოდ არც მე არ ჩამიჭრია მაგრამ არა ეტაპები მაქვს ხოლმე იმედოზით არის ჩემ ან დღის განმავლობაში მუსიკა რომ ნებაყოფობით აღარ ვთავ ნუ აღარ შემიძლია ხო რაღაცა ეტაპები მაქვს ხოლმე მეც მაგრამ ეხა აღარ ვარ მგონი ეგრე ხო ეხა თავიდან ჩავაჭირე Radiohead-ს აიო მეც Radiohead-ზე ვარ Radiohead-ს გარდა გავნიავდე რომ მეც ჩავაჭირო მე იმიტომ რომ ეხა ხო და ვერ რამე ახალი აღმოაჩინე რაც არ იცოდი თუ რატო არა ძალიან დიდი ხანი მოკლედ ჰიპ-ჰოპს ანამ მოусმენდი და დავიწყებდი ჰიპ-ჰოპის მოსმენას
უსმედი ამ ალტერნატიულ ბენდებს, არა მარტო Radio Oasis-ი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბენდი არის, Blur-ი რაღაცაები ისა და მე ჩემი ცხოვრებიდან ვაფშე გაქრა ეგეთი მუსიკა და გადავედი მარტო ჰიპ-ჰოპის მოსმენა დავიწყე რა. და გავიდა წლები ამ ჰიპ-ჰოპის მოსმენაში და მე უცბად რაღაცა ნოსტალგია ნელ-ნელა დავამუღამე რომ ისე მაწვებოდა რა და თავი ანუ ისეთი რაღაცა მოხდა რომ აი თითქოს საერთოდ ახლიდან უსმენ Radiohead-ს რა ანუ იმ პერიოდში მოსმენილი რაღაც თითქოს სხვანაირად გააზრებული და სანაირად დამუღამებული მქონდა ციგნის ამბავია ხო აი ზუსტად რა გადაიკითხე მეორე სხვანაირად რა 5 მაგათ და 20 მაგათ დავაფასე რამდენად დიდი ბენდი არის რა უკვე სხვა რაღაცებსაც აკვირდება იმდენჯერ ანუ ისე ხშირად უსმენ უკვე Radiohead-ს რომ ეხლა Spotify Wrapped-ი რო ამომიგდო top 1-2% ფანებში ვიყავი გასული რა მოსმენის. აი უფრო პატარა ტიპები ვინც შეიძლება რეკომენდაციის სახით გასცე მაყურებლის. აი ვინც ძალიან ცნობილი შეიძლება იყოს და აღმოაჩინოს არა უფრო ისე. ჩვენ მოსანელმა ვიღაცა ეგეთი. ეგეთი ვინ გავაძრე, ვიღაცა გავაძრე. დაუფასებელს ხო, ცოტა აღმოჩენა Idols-ი მევასება ძალიან. არც ისე Fontaines-ი მევასება, მაგრამ ეგეც უკვე Viagra Boys არის უმაგრესი. ეგენი უკვე ის ანუ ძალიან დაფასებულებიც არ არიან, მაგრამ ანუ ჩვენთან ძალიან ცნობილები არიან, თუმცა ხო, ანუ უკვე ძალიან დიდი ბენდები არიან. არონ ტაოსი არის კიდე ეგეთი, ძალიან ცოტა ნახვები აქვს და ძალიან მაგარი ტრეკები აქვს. აუ, ჩვენ გვიყვარდა კიდე Bonaparte თუ იცით. არა, არც მე არ ვიცი. Bonaparte ძალიან Bonaparte და Kitsimius-ის მეორე ტიპი ვინ იყო? ეგ არის Kitsimius. არა, მეორეც ხო, Kitsimius-ში ორნი არის. ხო, არ ვიცი. კაც Bonaparte არის ფრანგი თუ ბელგიელი არტისტი არის და ძალიან გვევასებოდა და მივწერეთ ერთხელ რომ კოლაბი გვინდა თქვა, მაშინ რაღაცა პატარები ვიყავით. სად მიწერეთ? Instagram-ზე. ეხა აღარ წერთ თუ. არა, Instagram-ზე მიწერეთ და მეთქი კოლაბი გვინდა მეთქი Bonaparte რაღაცა და ან ცოტა ნახვები ქონდა იმასაც და მაგით რაკეტა გამოგვიგზავნა რა და ვერ მივხვდით ეს რაკეტა რა. კი, არა. რა, ანუ არა, რაკეტა თუ გიტარა. მიაწექით ჯიგრებაო თუ რაღაცა იქ. გიტარა არ გამოგვიგდა. და 3-4 წლის მერე შევდივართ და მაღაზე ორჯერ მეტი ნახვები და ისინი ჩვენ მქონდა და და იმას უნდა მოეწერა მე. შენ გაუგზავნე რაკეტა და დამეჭირაო. ბოდიში სხვა წერდით რა. ეგ დღე შეახსენე რა. აი კიდე ერთი კითხვა რომელიც ნუცას არ უყვარს თქვენი საყვარელი თქვენი რეპერტუარის ტრეკებიდან რა. საყვარელი ტრეკი? ან არა საძულველი. ან საძულველი. მე ვიცი ამ საძულველი ტრეკი. აბა. სამენისნაო. არა რატო ეგეთი? არა, რამდენი ყველაზე მეტად აი არა. ეგ შენის გაზიზრება. არა, სამერი მართალი ხარ კი. კიდე თუ. კაი, აბა ჩემი ფავორიტი. ამოიღე დადე. არა, ფავორიტი რომელია? ფავორიტი? და მარტო ცუცი მოხდა. რატომ გევასება? არა, მევასება, მაგრამ ჩემი ფავორიტი რა უნდა იყოს? რობი. აბა, კარგად დაფიქრდიო ეს შემოქმედი. არა, მაიცა. მე რაც მეზიზღებოდა ყველაზე მეტად ეგ უკვე წავშალეთ, ხო? რომანი. ფოლდერიდანაც ამოვიდა. დავაჰაიდეთ. შენს დედას და მამას. ეგ აი მეზიზღებოდა. ის ხონა იყო. და რაც გიყვართ ყველაზე მეტად თქონდ ის არა რომ მაინდა-მაინც ხა on-off-ი. თუ არის ეგ შეგვიძლია არა, on-off-ი პატივისცემთ ჩვენი დაწერილია ბაზარი არა ამან. on-off-თან ისე ვართ, გამარჯობა. ხო, მიყვარს და რაღაცა ეგრე არ აი live-ში მაგალითად ესე ჯობია ეს კითხვა live-ში ყველაზე მაგალითად რა ასწორებს რა. live-ში რა ასწორებს ყველა. აი რო უკრავდა თან ხალხის ანაცდობდა. ბერნა და ეხა უნდა დავდოთ ეგ ტრეკი რა. ხო, აი ეგ არის ჩემი ფავორიტი, მაშინ და მოდი გითხარით ახალ ამბებზე მაშინ. მე ვიცოდი, არ ვიძახდი, იმიტომ რომ მეკი არ შეიძლება არა აქვს. არა, შეგვიძლია ჩაულებრივად თქვას. და როდის ველოდოთ და რას რავი წეს 1-2 კვირაში უეჭველი უნდა დაიგო. კიდე ურევთ ჟანრებს თუ ეს არის რაღაცა ჰიპ-ჰოპ hard rock ელემენტის პონჩი ტრეკი რა, საბაუნსო კაი ტრეკი არის. თან ყველაზე ის არის ეგ არის რომ 5 წლის წინანდელი ტრეკი არის. მივიწყებული ქონდა. ლაივზე შალაშინეთ. მე რატი მოიწადინა რომ მოდი ჩავწეროთ და მე რაღაც მეორე ვერსი მოვუფიქრე ძალიან კაი იყო. კარგად ჩავწერეთ გვაჯისთან ლენო რეკორდში და ეხა კლიპზე ჩალიჩობთ ჩვენით. და მგონი კაი გამოდის რა. თუ დაიდო, კაი გამოვიდა. დაიდება უეჭო. კაი ველოდებით მაშინ. ყველაზე underrated ტრეკი რა არის თქვენ? მე მაქვს ერთი ამორჩეული რა. არა. ჩემთვის underrated და ფავორიტი ორივე არის One Step-ი რა. იმიტომ რომ აი One Step-ი
ჩემი ყველაზე საყვარელი ტრეკია და თან ხო ძალიან ისეთი მე მგონი რომ გაცილებით მეც იმსახურებდა Bottle Sip თქვენ. Bottle Sip. აი ძალიან კაია. მის კონდა რა ფირფიტა მაჩუკასადე და იქ იყო მე მგონი ქართული უსმინეს რაღაცა იყო კი და მანდ იყო ეგ ტრეკი მე მგონი რა ძალიან underrated აი ნახვები რო ნახე აუი აი არაფრით მე სხვა შორის მაგდენ ნახვასაც არ მოველოდი მაგ მართლა რანაირად აი საერთოდ არ განსაზღვროს ხაც არ ვიცი არა ნახვა არ განსაზღვროს ანუ სადღაც მგონია ხოლმე რომ უნდა ემთხვეოდეს თქო რა ჩემი და მაგრამ აი ხა პირობითად აი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე underrated-ი არის ისა რა ქვია Hang-On-Beat 5000 სტრიმი აქვს კი არა და ნახვა გონი YouTube-ზე არა და აი სასწაული ტრეკი არის რა ძალიან მაგარი ტრეკი არის ლაივში 5 ჯერ მაგარი არის თან რა მაგრამ მაინც ხო მუსიკოსების თემა ხო სხვანაირად არის მსმენელი სხვა ტრეკებს იგებს ხოლმე მუსიკოსი რო წერს იმისთვის კიდე სხვა როგორც წესი აი მაგალითად ყველაზე აი როგორც Radiohead-ს Creepy ეზიზღება სრულ Creepy Radiohead-ის ტრეკი რა თვითონ ვეღარ პროტესტი თქვენს აი მაგალითად მონოვზე არა აი წეღარას თქვა სამერზე მქონდა ეგ პროტესტი მე არა მაგას მიყვარს ეგ ტრეკები რაღაცა უბრალოდ ძალიან ხშირად რო გვიწევს დაკვრა რა იმის გამო რომ ხალხს მარტო ეგუნა აი ცოტა მობეზრებული გვაქვს თორე ჩემი არით მაგაზე ბევრად მაგარი ტრეკები გვაქვს ძალიან რომელსაც ხალხი არ უსმენს ისე გზაურია რა შენ რო წერ რაღაცა გონია რომ აი ალბომი არ ვიცი თქვენ შემთხვევაში ესე გამოდის ხოლმე თუ სინგლებად წერთ მაინც და მე სადღაც აერთი არის ორი ალბომი გვაქვს გაკეთებული აი ეგრე ჩაწერეთ რომ ეხა ალბომს წერთ ხო ორივე ალბომი და რასაც ელოდით ის ტრეკები გავარდა თუ არა მაგ ალბომებიდან არა სხვა არა ჩემს შემთხვევაში ვერასდროს გამოვიცანი ხო და მაგას და რაც გავარდა მაგასაც ვერ ვიფიქრები წინასწარ ვერაფერი ვერ გავარტყი ესე წინასწარ ანუ პროგნოზირება მაგის თითქმის შეუძლებელია როგორი განსხვავებული მოლოდინი და გემოვნება შემქმნელს და მსმენელს რა ძალიან ყველა მე დაჟე ბოლოს თქვი რომ მე ფეხებზე მკიდე ანუ ვეღარც ანუ აღარ ვაპირებ იმაზე ფიქს რა გავარდება და აღარ მაინტერესებს აზრიც არ ქონია ფიქს რავი რა და დადებ შენ რაც გისწორდება და შევარია ხო შენ გაგისწორდეს აი მუშაობის პროცესის და ტრეკიც მაგ გადაწყვეტილებამდე თან ანუ თუ იწვალებ რომ რაღაც გავარდეს და მე არ გავარდება უფრო ცუდია და ჯობია რომ ხო და რაც უფრო დახუნძლულია და შენთვის კარგად აღსაქმელი და მოსასმენი და გონია რომ ეს არის ბომბი შეიძლება მსმენელისთვის ცოტა რთული იყოს მოსასმენად აღსაქმელა და ეგ შენ რაც თქვი ეგ ის ხო დაუწერიათ თან ირიქით რო ფიქრობ რომ აი რასმენელს ეს უნდა გაუსწორდეს ეს გაუსწორდება მაგრამ ხო არ ხდება ხო და აი აუთკასტი რო დავდეთ მაგაზე დაწერა რომელიღაც ტრეკზე რაღაც ტრეკზე რომ მეგონა რომ ძალიან მოეწონებოდა ხალხს მასე დაწერა რომ მაშინ იყავითო კაი ბენდიო და ტრეკები ჩამოწერა იმას რო უკრავდითო და ეს რა არისო რა და აი კომენტარებს უზიხართ ხოლმე ისე არ გაინტერესებთ ხოლმე რა გამოხმაურება მე ძალიან მომენტები მაქვს ხოლმე რომ შეიძლება ჩაუყვე ხოლმე მაგრამ ან ძირითადად არ inside the eye of your mind don't you know you might find a better place to play you say that you never be and all the things that you've seen will slowly fade away I'm gonna start a revolution from my back Sad the brains that hell went to my head Step outside the summertime's in bloom Stand up beside the fireplace Take the loot from all your face You ain't never gonna burn my heart out So Sally can wait She knows it's too late As she's walking on by
place where you go when nobody knows if it's not all day. So please don't put your life in the hand of a rock and roll band. Throw it all away. I'm gonna start a revolution from my bed, 'cause it's sad to bring the hell into my head. I step outside, the summertime's in bloom. Well, stand out beside the fireplace and take the look from all your face. So you ain't never gonna burn my heart out. And so Sally can wait. She knows it's too late. She's walking on by. My soul slides away. Don't look back in anger, I heard you say. And so Sally can wait. She knows it's too late. She's walking on by. And so slides away. We don't look back in anger. We don't look back in anger, I heard you say. It's not today. გადავედით თამაშებზე, მეგობრებო, და ამ თამაშის წამდგენი უნდა გაგაცნოთ QNT, ბელგიური ჯანსაღი სნექი, რომელიც შეგიძლიათ ავერსის აფთიაქებს შეიძინოთ და გუგას გავიგე და უწყია ვარჯიში და შენ გამოგადგება და ეს თამაშიც რაგან ბავში არის რა, მოკლედ სიმღერები უნდა დაასრულოთ, მე გავთიშავ, თქვენ უნდა დაასრულოთ და ვინც დაასრულებს, იმას გადაეცემა ეს ერთი ცალი. მე მეორე და მე ასე რა, შენ ყველა იცინი, მე მგონი არა გიწევს არაფერი. ამის ტექსტი კაი რა. ცოტა აუწიე მართლა მიგვაღერება კაპელაში. When I said alone, come get it alone, gonna accept this time. Step from the road to the sea to the sky, and I do believe that მისაღერს when I said alone, come get it alone, I want to sacrifice. Hey, oh, listen what I say, oh. ეგარი? აი, წაგებული ვარ. არა, რატო? არა ხარ წაგებული. მოგებულები ვარ. აი, თითო. აი, შემდეგზე გადავედით. მე ეს არ მეკუთვნის წესით. ჩამოაბულბულა ყველა. აი, მე მეორეთ აღარ მოვცემ. აი, კითოს. აი, საჭა. არა დავიცი უკვე ორი დიკასტი დღეს. ეგ გაკო. რა გიზომის საშენელო ღელები. ეგრევე მიეცი. ჯერ არ გამიჩერებია. იქიდან ვერ აქვს. ო, იქიდან შეიძლება ვერ გავა. ეს ჩარტულზე ადვილია. აი, ყველაფერი. ეს გიტარის პარტიას ვაკეთე და აი, მაშინ. არა, მართლა ყველაფერი იმღერა, მაგრამ აი, თან კაზი მიხარცო თქვა. მე მგონი ეს შენი თამაშია, სად უნდა გაუჩერო, რომ ვერ გააგრძელო. მაგრამ ამ შემთხვევაში შეუძლებელია. იცი საუბარს აპირებს, დაგიხატავენ აპირებს. კი, მე ჩაუთვლით. აი, შენ თუ ჩაუთვლიდი, მაშინ ჩაუთვალ. აი, შემდეგ. მასადა დიდი შესაძლებელი. ვიყურებ, მე მაინც ვერაფერს ვერ ვფიქრობ. ო, აი მის ტექსტი ცოტა დავიწყებული. ისე იცოდი ზები რა? აი, რა ისე? უკრავდით ხოლმე ამ ტრეკს. I wish I found some better sounds No one's ever heard. I wish I had a better voice to say მისალერი something. უეჭველი ვიცი. I wish I found some ანუ chords იქამდე არ I გამიჩერო That's რა. new. I wish I didn't have to rhyme every time I said
I was told when I get older all my fears would shrink, but now I'm insecure and I care what people think. Blurry face and I care what you think. That's it. My name's blurry face and I ეს არ მარტივი იყო ეხლა. მე რა თქმა უნდა არა, ისე დროს გააჩერა რომ ორი სიტყვა იყო და. ორი სიტყვა ნახე. სანამ გაჩერებულია მღერის? შეუძლია რა. ოკეი. Blurry face and I care what you think. თან მარტივიაო გელოდებით მედი მარტივი. My name is Blurry Face and My name is Blurry Face and now care what you think და მაგის მერე არ ვიცი რა, მაგას დავამთავრებ. ისტორიის გამით დასავით რომ არა, ესე არ მინდა. მე დაუმსახურებელი არ გინდა. გრანდიოზულად მინდა უფრო რა. When a mama saying ერთი us მქონდა. to sleep and now we stressed out. ეხა ისე ნუ იზავრო მეორეც ერთ ტრეკზე ორი დაიმსახურა. Guys, okay. აი, გავაგზავნეთ შემდეგი. რამდენი ტრეკია სულ? სულ დარჩა, ეხა კიდე დარჩა 3. აუ დავაი. Someone told me long ago there's a storm before the storm. I know coming for some time არ ვიცი არა შენ გიტარის პარტია გააკეთე. when it's over. So they say it'll rain on sunny days. I know. Running down like water. აი, მე ამაზე ადვილი. ვერსია რომ ამაზე Adimzeo. Have you ever seen the rain? დოიჯაშულსა ქართული კი ამოდი რა მზე სიტყვი მართლა? ამოდი მზე არა არიცი მე დოიჯას ისე. მარტი. ვერთო შუქიმო პაროდიაც რო გააკეთე. მარტო ტრეკი არა, პაროდიაც. მაგ პროექტს გაუზარდოთ ჩანსები, ისე ტრეკს ჩავთავე ხარო ცოტა. აი ხა აბამითი ჩემი აზრით. ეგ ვიცი ეგ აი მის ლირიკა არ ვიცი მაგალითად. აი მეორე ეს პატარა. აცრეია, ხო? არა, ამის ლირიკა. სად შედის არ მახსოვს აი ეხა მე მგონი საათი შევა უეჭველი მახსოვს. blossom blower feel less on my faith gentle impulsion shakes me makes me wider feel less on my იმას არ ვიცავ მაგრამ ხო ეგ არის ტექსტი ეგ არის. teardrops on a fire feel less on my ან ჩაგეთვა, ეხლა ნახევარი სიმღერა იმღერა მე. ჩაითვალა რომელია? თან კარგად იმღერა. შემდეგი ამას ვღერივართ ყველა ერთად. ნუ ჩემს გარეშე რა თქმა უნდა. ხედავ ხო, ხედავ. ქვემოთ რა წერია ვერ ხედავ ხამოთ არ უნდა ხედავდე რა წერია. I want you so bad. I want you so bad. It's driving me mad. It's driving me mad. აშა ჩემი მიკროფონი გათიშე. I want you. აი, I want you so bad it's driving me mad ხო გათიშე. აი მომეცი კიდე ერთი всё. მეკუთვნი გადაგასწრო გუგა. მეც მეკუთვნის ტო. კი, არა, ეს ორივე სეკუთნის. კი, თავიდანვე დაიწყო. ხარჩ აღარ არის. всё, მოუჩით თამაში. აი, ამაზე იყოს თამაში ბოლო ტრეკი და არა, თქვენ ორი რა და ტრეკიც აღარ არის. მე რამე ისეთი თამაში რა. ტრეკი აღარ არის და ეგ შენ დაიმსახურე. ტყუილად გაქვს წარმოდგენა. რა თქმა უნდა, რეჩიტატივის პირველი სამი შემიძლია ჩემიც არა, იყოს ორი. იყოს არა. დიდი ლუკმები აქვს იყოს ორი. ძალიან დიდი მადლობა. გასწორა. კაი იყო. სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. დაკვერო ჩვენი მხარდამჭერი არის კურსიჯი და Q&A ასევე. პორტუდან ძალიან დიდი მადლობა გამოიწერეთ ეს არქივი. ძალიან გასწორა. და Killage-ის არქივს გამოიწერეთ. გამოიწერეთ აუცილებლად პლეილისტის არქივი. კი და ზარის ხილაკი. აი, სადღაც. აი ეს ქვემოთ აღნიშნე და იქნება. თქვენ სადაც გინდა იქ იქნება, ხო? აი. კი. აი, აქ. აი მან ზუსტად ძალიან დიდი მადლობა მართლა გულწრფელად ვისი ამოვნე ასევე მომავალ შეხვედრა. ძალიან ვისი ამოვნე.
მადლობა და კარგად.